ამ გადაცემის წარმატების და ისევე როგორც ზოგადად წარმატების საიდუმლო არის შრომა. არის სტაბილურობა. სტაბილურობა კი შრომა. ნახე, ეხლა შეხედე ერთ რაღაცას გეტყვი. მე და ტატოს თუ კარგად გამოგვდის ერთად მუშაობა, ეს არის უნარები, რომლებიც გამოვიმუშავეთ ჩვენ წლების განმავლობაში. მე და შენ თუნდაც რეპორტაჟებზე რო არ გვემუშავა, ხო არ გვექნებოდა ეს პონტი რა? არა, ხო. ანუ რო არ გვეშრომა თავის დროზე, იქ რეპორტაჟებზე არ ყოფილიყავით ერთად, რაღაცა პროფესიონალური კუთხითაც არ გამითხარებულიყავით. აქამდე ვერ მოვიდოდით. ჩვენ რო გადაცემა დავიწყეთ. მე-6 წელია ორშაბათობას რო ვაკეთებთ. ანუ ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ სტაბილურად რაღაცის კეთება ადამიანებს უჭირთ რა. იმიტომ რომ მილიონნაირი შეიძლება მოხდეს პრობლემა, რატომაც ვერ გაგრძელდეს რაღაც პროექტი. ხო. და აი ამ სტაბილურმა კეთებამ, რომ არ დავნებდით თავიდან სიტყვაზე და მივაწექით ბოლომდე და ასე შემდეგ, მოგვიყვანა აქამდე. ასე რომ მეგობრებო, აუცილებლად შრომას მოაქვს შედეგი და მე ყოველთვის ჩემ შემთხვევაში მოიტანა. რასაც უყურებ თან ტატო. ხო. ფეხბურთელებს, აი ქართულ ფეხბურთელებს. ხო. ვინც შრომობდა, იმან მიაღწია. კი. და რომ აქ ხოლმე კითხები, რომ ეს ტიპი რა ნიჭიერი იყო და რატო ვერა, მე ვიგებ რაღაცებს რატო ვერა. ხო. ხო და ანუ თან ნახე აუცილებელი არ არის, რომ შედეგი დადგეს ყოველთვის რაღაცა სასწაული. ხო არის გამოთქმებით, რომ აი რაღაცა მიზნად უნდა დაისახო ძალიან სერიოზული რამე, რომ ცოტა პატარა და რეალურადაც ეგრე არის მართლა. არ იგულისხმება ის, რომ იმას ვერ ვიტან ყველაზე მეტად რა, რომ აი შენ თუ გააყევ, შენ თუ ისრომებ და ამას თუ იზავ, თავს თუ გადადებ, ყველაფერი გამოგივა. ჯერ ეს ერთი სისულელეა შეჩემ ადგე და 10 წელი ისრომო იმისთვის, რომ რაღაცა გამოგივიდეს და მე უკან გამოიხედო და აღმოჩინო რომ 10 წელი დაკარგე პროსტა შრომაში, ცოტა თახონდა იცხოვრო კიდეც ადამიანმა, ანუ ბოლომდე ეგეთ თავგადადებაც არ ვარგა რაღაც მიზნისთვის. თუმცა მეორე სულ ის მიზანი, რომელსაც მიდიოდი, შეიძლება ზუსტად იმას ვერ მიაწვნა, რაღაცას შედეგს იღებ. ყველა ვარიანტში რა, როცა რაღაცას აკეთებ სტაბილურად, როცა შრომობ, რაღაც შედეგს იღებ რა. არა აუცილებელი მაინც ხტები შენ თვითონ. მაგას ხო და ნახე, თავარი არის ყოველთვის ჩემი აზრით და ბევრჯერ ვილაპარაკე ამაზე და ქართულ ფეხბურთელებთან მიმართებაში გითხოვს კიდევ უფრო ხშირად რა, რომ პროცესია ყველაზე კაიფი რა. აი ხა ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში შეჩემა, რა აიღო. პირველი გადაცემიდან აი დღემდე რომელია 228-დან რაღაც შედეგი ხო დავდეთ ხო რაღაც შედეგი დავდეთ რო ეთქვა პირველი გადაცემის მერე 228 გადაცემის რა შედეგი იქნებოდა ძალიან ყოფილები იქნებოდით ხო მაგრამ საბოლოო მიზანი ხო არ შეიძლება ეს ყოფილიყო შეიძლება საბოლოო მიზანი ჩვენი იყო რომ ეგ ეთქვა ეს ჩვენ სოფლიო უნდა გადავატევოთ შეიძლება ეგ ეთქვა ხო მაგრამ ამით ეს ყოფილი იქნებოდა ეს 6 წელი ხო, ჩვენ იმდენ დაბალი მიზანი ქონდა მე ამ გადაცემის რომ ვერაფერს ვერ წარმოვიდგენდით გავს. ეს თავარი ხო ეს 6 წელი. ეს გზა რო გამოვიარეთ. აქ არ ვიკაიფეთ ამ პერიოდში. რა თქმა უნდა. და ეგ უნდა დაიჭირო ადამიანმა. ის კი არ უნდა იყოს რომ ეხლა მე ბევრს ვიშრომებ, რაღაც ბიზნესებს ვიზამ და 6 წლის მერე შედეგი მექნება. არა, გზაშიც უნდა იკაიფო. თუნდაც იმითი რომ 3 დღის მერე უკეთესი რო ხარ ვიდრე 3 დღის წინ იყავი, ეგეც უკაიფია და ეგეც კაია რა. თორე ის სისულელეა რომ შენ თუ მოინდომე კაპრინდები. ქინის სიმღერაში რო არის ხო რაღაც გინი ყველაფერი იქნება. არა, ხანდახან არ გამოდის რომ ყველაფერი ლამბორგინი შეიძლება ძალიან არა, არის რაღაცა უტოპიური ვიზნები. ლამბორგინი მაგრამ 0 ზევიც მაინც იყიდი ზო. სიტყვაზე. აგერ ხიტამ მანქანა იყიდა. სულ YouTube-დან შემოსული ფულით, ხო? ვიღაცა შეიძლება იგივე არ გამოუვიდეს, მაგრამ იყიდოს სამაგო ტოსტერი. მე რო YouTube-ი დავიწყე, რატო? მე რო YouTube-ი დავიწყე თვეში 0.0 რაღაცა თუ 2 ცენტი თუ რაღაც მქონდა მონეტიზაციის ფული რა. და რო უყურავდი ამ ციფრს, ვიქრობდი რომ ეს ციფრი მოიმატებს აუცილებლად რა. მაგრამ ხიტას ვიდეოს ამბობს ხიტა. შენც ეგრე არ იყავი ალბათ, რომ შემდეგ თვეში მეტი რო იყო, უკვე კმაყოფილი იყავი, რომ წინსვლა იყო. ხო, არა, განა რამე, მაგრამ ხო, პროგრესია რო წავიდა. წინსვლა, რა უკვე დაია, კაცო. ბიჭო, უეჭველი იცი, რომ აი ამ რაღაცის კეთება წინ წაგწევს. ანუ იმიტომ კი არა, რომ შემოსავალი გიქნება. წინ წაწევა მარტო ხო. არა, ყველა ჯიჟდები როგორც ადამიანი, როგორც რაღაცა რა თქმა უნდა, კოშმარია, როდესაც საქართველოში ძალიან დაბალი შემოსავალია, როცა ახალგაზრდა ადამიანი იწყებს ძალიან დაბალი შემოსავალი, მაგრამ ყველა წარმატებულმა ადამიანმა თითქმის რა ეხა თუ თავზე დაეცა და დაუტოვა ვიღაცა მემკვიდრეობა არ უნდა მაგი დაიწყეს რა ეგ უნდა იყოს მოტივაცია მაგრამ ნუ თან კიდევ ერთხელ გამართლებასაც ძალიან დიდი როლი აქვს ხოლმე რა ოღონდ აი კიდევ ერთხელ გამართლებას აქვს როლი და მნიშვნელობა უკვე თაი ბოლო შედეგის
აი ციკლაზე რაც რომ მეჩვენო გამართლების ალბათობა იზრდება, მაგრამ ნუ გამართლების გარეშე ძნელია რომ რაღაცას მიაღწიო. თუმცა მარტო შრომით და გამართლების გარეშე რაღაცას მაინც აღწევ რა. არ არსებობს ეგ ვიღაცას გაცემაში თქვი და მე ვიღაცამ გალანძღეს თუ რაღაცა. ეგ თქვი ზუსტად რა. რომ არ გამიგიაო ადამიანი, არ გამიგიაო შემთხვევა. TikTok-ზე გადამიარეს და Facebook-ზე. შრომ ვიღაცა ტიპი შრომობდაო რომ ვერაფერს ვერ მიაღწევა. არ არსებობს მართლა ეგეთი რაღაცა ჩემო. ძალიანაც რო არ გაუმართლოს თუ აი აგძელებს ის რაღაცას მიაღწევ. რაღაცა შანსი არ არის გამოდის მაინც. ხო და ნახე ვიღაცამა შეიძლება აიგონ როგორც აი მე ამდენს წვალო და ვერ არა. ანუ მე გეუბნები რომ დღეს შეიძლება არა, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში არ გამიგია. ის არ იყოს თუ კარგად არ დამთავრდა, ესე იგი დასასრული არ არისო რა, ეგ პონტია რა. მართლა ძნელია რომ შეგეჩვენო თუ აგიხსნო ტიპი შრომობდა, ყველაფერს ჭალიჭრობდა ისე და საბოლოო ჯამში ყველა წარმატებული ისტორია რაც გამიგია, აუ იმას ფეხბურთელებს და იმას ბურთად დეძინა, იმის გარეშე ვერ ნახავდი. სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ბიჭო პლანის და იმის მოწევის გარდა და დალევის გარდა არაფერ უკეთებია, მე ეგეთი არ ვიცი. ხო, ფეხი-ფეხზე ამას ძალიან წარმატებული ტიპია, მაგრამ ფეხი-ფეხზე ქონდა გადადებულიო, ხო, ნუ მაშინ უნდა დაგეცეს თავზე და ისიც დაგენგრევა 5 წელიწადში. რამდენი გაგიგია ეგეთი პირიქით, დიდარი კაცის მილიონერის ოჯახში დაბადებული ფეხი-ფეხზე რო ქონდა გადადებული და არაფერს არ აკეთებდა, დედა რო ეტირა რამდენიმე წელიწადში მთელი ის რა ქვია თავისი. მაგის გამო მაჯვეს კი, სამომავლობა რო გაანია. სამომავლობა კი არა. აი რო თქვი რომ მე არ გამიგია ტიპია, რომ დილით აი 6 საათად გებოდა ეს და რაღაც წარმატებას ვერ მიაღწია. თქვა არ ვიცი თუ ვინმე არის, რომ და მაგის გამო აუ ამას ეხა. არა ნანკასთან რო ვიყავი მან. ხო და ნუ რავი, ამ ჩემ ფეხებს ვინ მაჯვა რავი, შემხვდეს და მაჯვას ლაივშიც. მოუსწარი კიდე მე ერთი კატეგორია, მე ვიცი ვინ გაჯავდა სავარაუდოდ, მე ეგეთ კატეგორია დავამუყამე კიდე ხალხის ჩემი 40 წლის განმავლობაში ცხოვრების ან შეძლო მინორ ფანფრაზეს, მაგრამ ცოტა რაღაც იმას მომატებს, რომ ცოტა რაღაცის თქმა შემიძლია 40 წელი ვიზდეცი. ჩემი ცხოვრების 40 წლის განმავლობაში ეგეთ რაღაც დავამუყამე, რომ არსებობს კატეგორია ხალხის ამ ქვეყანაში, რომელსაც უნდა რომ ამ ქვეყანას დედა კონდეს მოტყნული რა და ცუდად იყოს ეს ქვეყანა. ეგეთ თქვი რატო? იმიტომ რომ არიან ტიპები, რომლებიც არაფერს მაგცნები არიან და თვითონაც იციან არაფერს მაგცნები არიან. იციან რომ არაფერს არ გააკეთებ, ვერაფერს არა. ამე არ მეგულება ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ ვერაფერს შეიძლება არიან ეგეთი აი ძალიან თავში დაუწუნებელი და რაღაც პრობლემა აქტივს და მაგას შეიძლება ესაუბრო და მოუგვარო ეგ პრობლემა, იმიტომ რომ რაღაცა თვითწმენის პრობლემა აქვს. თუ ვერაფერს ფიქრობს. მაგრამ მე ვიცი რომ არიან ტიპები რომლებიც არ გააკეთებენ რა, შანსი არ გააკეთებს ეს ტიპი არაფერს რა. და მაგიტო ამ ტიპს უნდა რომ ქვეყანაშიც საქმე ცუდად იყოს, იმიტომ რომ შენც არ გქონდეს საშუალება რომ შენ რო გააკეთებ, რომ შეგიძლია გააკეთო, მომეдло შენზე გამეთვალე ვიღაცაზე რა, რომ შეუძლია იმ ტიპს გააკეთოს. აი მაგალითად ტიპია ეს ტიპი რომელიც არაფრის მაქნისია და მეორე ტიპი ყავს ჭკვიანი ტიპი, ერთად სწავლობენ სადღაც რა, გპ-ში. და ეს ტიპი მთელი 5 წელი დგას გარეთ სიგარეტს ეწევა. მეც მაგას ვაკეთებ ცოტა შორის. ბევრი რიათ რა განსხვავდება ამ ტიპისგან. და ეს ტიპი შრომობს რა და საზღვარგარეთ წავა სასწავლებლად. ამ ტიპს უნდა რომ ამ ტიპს ვიზა არ მისცენ. და ამ ტიპსაც არ გამოუვიდეს არაფერი. ამ ტიპმაც ვერ მიაღწიოს წარმატებას, იმიტომ რომ ეს ტიპი თავი თვითონ რომ იცის რომ არაფრის გამკეთებელი არ არის. ეს ტიპი მე თავის უბედურებას სხვას აბრალებს. სოფლიო შეთქმულებას თუ გვერდზე მეზობელს. ნუ ამიშო ვიღაცას აბრალებს რა და თუ სიტუაცია გაეჩნდა რომ ამის გვერდზე ტიპი რომელიც ამასთან ერთად დაიბადა და გაიზარდა, წავიდა სადაც ისწავლა საფრანგეთში დაამთავრა სორბონა და ჩამოვიდა და რაღაცა ბიზნესი გააკეთა, რაღაცა გააკეთა და იმ რაღაც გააკეთა, ამ რაღაც გააკეთა და ერთი ეს დარჩა ესე. დებილივით ხო? მე ვერავის ვეღარ აბრალებს უკვე. მაგიტო ამ ტიპს უნდა რომ ქვეყანას დედა კონდეს მოთხოვნა. უნდა რომ ქვეყანა ცუდად იყოს. ეგეთი ტიპები არიან, ეგეთი ტიპები ამ ქვეყანაში. გამეცადინებული თვალი და ყური იმაზე რომ აი რაღაცა ბოტასი და რაღაცა გაიჩნდება ხო იცი ბოტასი და კრიპტო და კი ხა ხალხმა ძალიან ბევრი ფული იშოვა მაგით ვიღაცა, მაგრამ აი ვიღაცებმა ბევრი ფული არ მაქვს მიდრეკილება იული ფულის იმის კი არ იმას გაგონებ ხა მე უეჭველი კატორღულ შრომაში უნდა ყო ფული ვიშოვო, მაგრამ აი რაღაცა ადამიანთა კატეგორიასთან ქართველებს გვახასიათებს ეგ რა რომ აი ბოტასზე და იმაზე გიждდებით, აი ბოტასი რო გაიჩნდება რომ ამოვიცვი და ფული გავა, აი ამაზე გვა გამოცადებული გონება რომ აბა ბოტასი როდის გაიჩნდა, ახალი პირამიდა როდის გაიჩნდება რომ მე მან ვიშოვო ფული რა და ეგრე თუ მაგ მონდომობით სხვა რაღაცას გააკეთებდა რაღაცა მიყვები და ნელა-ნელა რა, ნელი პროგრესი ყოველთვის კარგია რა. აი YouTube-დან დაწყებული გამომწერების რაოდენობა ნელ-ნელა დაგროვებაც უფრო ასწორებს ვიდრე საფეხა ავარდით რაღაცის ხათრით გამოწერა. აი ეგრე არის ცხოვრებაში, ეგრე მგონია რომ ნელა-ნელა რა, ანუ არ შეიძლება დღეს ხვალ რომ დაისახავო Lamborghini უნდა მყავდეს და ერთ კვირაში უკვე მოყოფილო ხარ, როგორ არ მყავსო, არ არის რა, ძალიან ხანგრძლივი პროცესია. შეიძლება გაგიმართლოს და უფრო მეტი ფული იშოვო ან სიტყვაზე რაღაც წარმატებას მიაღწიო, თუ არა და შრომით იმას ვავაწევები რომ შრომა აუცილებელია და
ეგრეა მოწყობილი სამყარო, შრომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებლად სკილ როგორც მინიმუმ უნარებს გამოიმუშავებ. აი ეგ არის ყველაზე კაი რა. რაღაცაში გეხმარება. ხო, აი მე ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ რაც რამისთვის მიმიღწევია, ბევრი რაღაც არის გამართლების დამსახურება. მართლა, თქმა უნდა, კი ბატონო. მართლა გამართლების დამსახურება, თუმცა შრომაც არ დამიკლია რაღაც საკითხებში. ყოფილა შემთხვევაში საათ რამდენიმე სამსახური მქონია და საათობით ყოფილვარ რეპორტაჟებზე, სტატიები მიწერია, ანუ ბევრ სამსახურში ყოფილვარ და ხო გინახავს შენ ადგილას ვიღაც სხვა ტიპი ხო გინახავს რომელსაც გაუმართლა ასევე, მაგრამ ვერ გამოიყენა, ხო. ნუ გამართლებას ჩემზე ძალიან ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ კი გამიმართლა, ბევრ რაღაცაში გამიმართლა, მაგრამ დაბადებიდან დაწყებული რომ სად დავიბადე და რაღაცა, თუმცა უკეთეს შეიძლება, ხო, შეიძლება იმას დაიბადო რაღაც მანჰეტენზე დონალდ ტრამპის ოჯახში შეჩემ რავი და იყო ის ტრამპის შვილი. მე რავი იცოდე რომ შეიძლება ცოტა 25 წელიწადში პრეზიდენტი შენ გახდე მე ამერიკის. რიტუალზე ეგეთი გამართლებაც არსებობს. არსებობს პირიქითი გამართლებაც, რა ვიღაცა ქაბულის გვერდზე გამოქვაბულში დაიბადა რა. ეგეთიც არის. მაგრამ მე შუაში გავიჩით სადაც. არა, ნუ გამართლებაც არის, ბევრ რაღაცაში იყო ცხოვრებაში გამიმართლა რაღაცეებში. შრომითაც რაღაცები მიკეთებია, მეტიც შემელო, მაგრამ ნახდათ გამართლებას დიდი როლი აქვს იმაში, რა ქვია. რაღაცისთვის ვიღაცა მიცნობს სიტუაციაზე, ერთი ადამიანი მაინც მიცნობს ამ ქვეყანას. მაგრამ საპირისპიროდ ისიც უსაქმრობას ვერ დაარქმევს, მაგრამ მეტის გაკეთება ნახდათ შემელო, ეგ ვიცი. ეხა შემილია რა, როგორ შემილია.